ხო, ნუ ეს რაღაცა ტალახის გუნდები გააკეთა და აქეთაც ის რომ მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა ამ შესაძლებლობისათვის, ხო, ეხლა მე არ გამოვდგები არავითარ შემთხვევაში კომენტატორად და საერთოდ არავითარ სიამოვნებას არ მაყენებს. რაღაც კომენტარები ვაკეთო ისინი ალიანსში ერთმანეთს რას აკადრებენ, რა ენით ელაპარაკებიან და რა არის მათი თქვენთან დაკავშირებით რაც ხდება. არაფერი მიხეილ სააკაშვილმა ჩვენთან დაკავშირებით აი ეს ტალახი ისროლა აბსოლუტური ტყუილი თან, რომელსაც არც შინაარსი აქვს, არც აზრი, არც თავი და ბოლო და გავიმეორებ იმას, რაც თქვი გუშინ. რა ვიცი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარაძე ყველა თავის ბიზნეს პროექტში წარმატებული იყვნენ. მე მგონი ბატონ სააკაშვილს არ ესმის ბიზნესის არსი და ბიზნეს პროექტების არსი. მე მგონი ბატონ სააკაშვილი ან არ ხედავს, ან სპეციალურად ვერ ხედავს, რომ ბადრი ჯაფარაძემ და მამუკა ხაზარაძემ სწორედ ძალიან ბევრი წარმატებული ბიზნესი დატოვეს, საკუთარი უსაფრთხოება, ოჯახების უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენეს და არიან ქართულ პოლიტიკაში აგერ უკვე 7 წელზე მეტია. იბრძვიან ორი მოწვევის პარლამენტში დათმის მანდატები, მათ შორის მეორე მოწვევაში მთელი საპარლამენტო დელეგაციის მანდატები, იბრძვიან ქართულ ხალხთან ერთად, დგანან ქართული ცხოვრების წესის, ქართული ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ციხეში ძიждენ ამ ყველაფრის გულისთვის. ეხლა რა ვიცი, ერთად ძიან სააკაშვილთან ერთად საბრალდებო სკამზე. მიშა სააკაშვილი ამის პარალელურად არის კაცი, რომლის აი გვიანი აბსოლუტიზმის უგუნურმა პოლიტიკამ ეს ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, შესაბამისად რუსებს. მე ეს კაცი მოვიდა თავის ჩააბარა რუსებს, მე შუაში რა ვიცი, სააკაშვილი უკანასკნელი 10 წელია ბოდიში ამოსა თავის პარტიას ანგრევს და ყველა მხრიდან საიდან შეიძლება ზიანი მიეყენებინა საკუთარი პოლიტიკური ძალისთვის აყენებს და რა ვიცი, მე ისევ მას დავესესხები, ხანდახან გამონათებები აქვს ხოლმე პერიოდულად საღი აზრის ამ კაცს და ერთ-ერთ გამონათების დროს ნათქვამი აქვს, რომ აი ამ რაღაცა სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ ვერ დაიწერსო და რა ვიცი, ეხლა მე მესმის რომ ეს არავის არაფრად არ აღიარებს, მაგრამ საკუთარ თავზე ხო ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს და საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს. საკუთარ თავს დაუჯეროს აი ამ გამონათებების პერიოდში და ნუ ისურის ამ ტალახს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვები, ისიც ვერავითარ პოლიტიკურ კაპიტალს ამაზე ვერ აგროვებს, საკუთარი თავის დაზიანების გარდა არაფერს არ აკეთებს. მე მეტი არ მაგრამ ის ლოგიკა გვარებს იმაში, რომ აი საქართველოს ყველაფერს აკონტროლებს ბიზნესა, აქ ბიზნესს ვერ აწარმოებ, თუ სხვით ბიზნესს თუ ბიზნესს არ უნდა. რადგან არსებობს მადრის და სხვათ მამუკას ბიზნესები, ესე იგი ისინი რაღაც გარიგებაში არიან. იდიოტური ლოგიკაა პირდაპირ ვიტყვი, თუ ამ ლოგიკას მისდევს. მე არ მგონია რომ ამ ფრაზებში ლოგიკა არის, მე ეს მგონია სუფთა ემოცია და არავითარი ლოგიკა და შინაარსი ამაში არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ ხვდები რატომ უნდა ჭირდებოდეს სააკაშვილს, რომელსაც თავისი ფიგურალური როლი აქვს ქართულ უახლეს ისტორიაში და მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა ამ მასშტაბის კაცს ასეთი ტყუილები რატო ჭირდება, ეს ჩემთვის მართლა გაუგებარია და ტყუილების და შეურაცხყოფების აქეთი კიცროლა და ეხლა თუ ამ ლოგიკას მიყვება, ხო ეს ლოგიკა იდიოტურია, იმიტომ რომ არაფერს არ ეფუძნება. კარგი და ოპოზიციის ბედს როგორ უყურებ უახლოეს მომავალში? არ მაინტერესებს ოპოზიციის ბედი კოლექტიურად, ძლიერი საქართველოს ბედს უყურებ, მას ვავითარებ და 7 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. მარტო ფიქრობთ რომ მიაღწევთ წარმატებას? არა, მარტო ფიქრობ თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე როგორ ფიქრობ, კი, საერთოდ ზოგადად ვიბრძვი იმისთვის, რომ რასაც ჩვენ თვლით სწორად, როგორც ჩვენ ვხედავთ საქართველოს მშენებლობის გარდაქმნის გზას, იმ გზაზე ვიაროთ და ასე გარდავქმნათ საქართველოს გონია რომ ეს ყველაზე ეფექტური გზა იქნება, მაგრამ ხო მარტივად და პირდაპირ გეტყვი, არ დარდებს კოლექტიურად ოპოზიციის ბედი ამ ქვეყანაში. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვაგო, მარტო რამდენად გონია რომ შეძლებთ სლევორამე მე რა შეხების დაყენებას ამ ქვეყანაში. ჩვენ ვასაუბრობთ ახლა რაღაც რეიტინგის ზრდაზე 2% და 3% ვსაუბრობთ ხელისუფლების დამარცხებაზე. რასაც ამბობ, ოღონდ ეგ არის ძალიან ისეთი სრულ ფსევდორაციონალიზაციას ვეძახი ხოლმე, აი მაგას, აი მარტო შეგილია. მე რა შემიძლია ამას ვაჩვენებ საარჩევნო ურნებთან. მე ამისთვის კლება აჩვენეთ. ხო შეიძლება დავამთავროთ.
მე ამისთვის ვიბრძვი, რომ უკეთეს შედეგი ვაჩვენო ყველა ჯერზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არავითარ შემთხვევაში აი ამ რაღაცა ფსევდო რაციონალიზაციის გამო რომ აი მარტო შეძლებ ყველა უნდა დავდგეთ, მე ყველაზე პასუხისგებლობას ვერ ავიღებ. მე იმ სიბინძურეზე რაც ხდება დანარჩენ ოპოზიციაში, პასუხისგებლობას ვერ ავიღებ და არ ავიღებ. ეგ ჩემი საქმე არ არის. ის ადამიანები თუ ამას აკეთებენ და რა ვიცი, ხო იყო რა, ნახევარი საქართველოს შენც მათ შორის ამბობდით, რომ მიგვითითებდი უფრო იქითკენ, რომ აი ალიანსი ერთობა კარგია და ასე შემდეგ. ხო, გონია მე და შენ ეს დებატები ამ ეთერში. გონია და ისე რა, რაცო მესმის და კრიტიკულად სვავ დაკითხოს, აბა თქვენ ამავეს ამბობდი სხვათა შორის, ამავეს ამბობდი, რომ აბა მარტო ყველა კითხვა ჩემი აზრია. ამას ამბობდი, რომ ერთი მხრიდან უსვამო. ზუსტად იგივეს ამბობდი, რომ აბა მარტო მეორე მხრიდან. სხვანაირად ვამბობ, მე კაცო, იმას კი ამბობ, იმათ ხარდაჭირხა, ღმერთმა დაგიფაროს. მაგრამ იმას ამბობდი, რომ ამ შემთხვევაში კითხებს, სვამ რაც შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს. მაშინაც იგივე, სვა აბა მარტო იზამთ და შეიძლება მარტო ვერ ხო, მაგრამ აბა ეს კაია, ეხლა რაც იქნება, მაგის ნაწილები ხო? არა, სად არის გამოსო? მე ეს კაი არ არის, წინა იმაზე ვილაპარაკებ, წინა ბლოკში უზარ წეკლაურთან ერთად. მე ჩემ წილს არ ვაკლებ ამ საქმეს. მე თაზო დათუნაშვილი ძლიერ საქართველოში ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ლელოში 7 წელია ვაშენებ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ არის სხვისნაირი, რომელსაც აქვს თავის გზა, რომელიც ხედავს, აფასებს წონის საკუთარ წონას მათ შორის და იცის რომ პოლიტიკური პარტიაა, იცის რომ პოლიტიკური საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, იცის რომ არჩევნების გზით უნდა იაროს, იცის რომ სანამ რაიმე არსებობს ნატამალი ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ამას მოეჭედება და ბოლომდე დაიცავს. ვიცის რომ არა, როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული საქართველოს დაცვაზე, უბრალოდ საგარეო კურსს კი არ ვიცავთ, ცხოვრების წესს ვიცავთ, ქრისტიანული, დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრების წესს ვიცავთ და ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ მგონია რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ. ვინც ამაში გამოყვება და მე მგონი უკანასკნელ თვეებში მიმდინარე პროცესები ბევრ და ბევრ ადამიანს არწმუნებს იმაში რომ ლელოს უნდა გამოყვეს მათ შორის. ყველასთან დიდი პატივისცემით, თქო, ჩემი საქმე ეს არის. თუმცა ბოლო არჩევნებზე ვერ დაარწმუნდეთ ხალხი რომ თქვენ უნდა გამოყოლოდათ და რეიტინგის კლება ჰქონდათ, ასე ვთქვა, წინა არჩევნებთან შედარებით. ეგ სადაო საკითხია, მაგრამ კი, ბოიკოტმა ძალიან ნეგატიურად იმუშავა. ოღონდ ეს ბოიკოტი რომ იდიოტიზმი იყო, ხო დავინახეთ. ხო სისულელე იყო პოლიტიკურად. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ყველას მოსაზრებას პატივისცემს. თქვენ ამომრჩეველმა თუ ნიკა გვარამიას დაუჯერა, მაშინ თქვენ ამომრჩეველი არ ყოფილა, ხო? არა, მე რა შუაშია ჩემ ამომრჩეველმა ნიკა გვარამიას დაუჯერა, როცა ჩვენ თქვენ ხო მაგით ხსნით იმას, რომ დაგაკლდათ ამომრჩეველო ბოიკოტი გამოცხადა ნიკა გვარამიას. საპროტესტო ოპოზიციურ ელექტორატში მავნებლურმა იდეამ, პირდაპირ ვითქვი, მცდარმა მავნებლურმა იდეამ პოვა მათ შორის ჩვენს ელექტორატში თავისი მხარდამჭერები და ეს ხალხი შეცდა. პირდაპირ ვამბობ, ეს არ მერიდება. ეს ხალხი შეცდა და აი ამ მოვლენების ერთობლიობამ, რომელიც მას შემდეგ ვითარდება, მე მგონი ეს დაანახა. საღი აზრის ამბავია, რომ ეს დაინახო, რომ არსად დედამიწის ზურგზე, არსად კაცობრიობის ისტორიაში საარჩევნო ბოიკოტს კარგი არაფერი არ მოუტანია არც დემოკრატიისთვის, არც დემოკრატიული ძალებისთვის, არც დემოკრატიული ბრძოლისთვის. ხო და ამიტომ ეს ისტორია არ შემისწავლე ამ ხრივ, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა პირველად გააკეთე. მითხარი, სადაც ეგ პოზიტიური იყო. შენ თუ გააკეთე, მაგით არ შემისწავლია მეთქი, მაგრამ გედაუძ თელს ახლა. არ არსებობს ეგეთი რამე. არ შემისწავლე არ არსებობს. პირველად მოხდეს რაღაც. არ შეიძლება პირველად მოხდეს, იმიტომ რომ კანონზომიერების წინააღმდეგ არის, სისულელეა. სისულელე შეუძლებელია გაიმარჯვოს. მავნებლობა შეიძლება დამართოს საზოგადოებას, კი შეიძლება და გამართოს. მაგრამ მე მგონი ყველა ხედავს დღეს, რომ ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, რომელსაც მივყვები და ბოლომდე გავყვებით, რაც არ უნდა ტალახის იმაში მოვყვეთ. ორ მხრივ ცეცხლში ტალახის. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ამ გზას გავყვებით. იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი ფუნდამენტური პრობლემა. სახელმწიფოებრივად და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიური პრობლემები ძალიან ბევრია. ლელო ამაზე ელაპარაკება. გავიგე რომ გაყვებით თქვენს გზას და შედეგი რა იქნება? შედეგი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ გქონდა აქამდე. შედეგი იქნება, რომ ბევრი ადამიანი და დარწმუნებული საქართველოს უმრავლესობა მიხვდება, რომ ეს სწორი გზაა და ამ გზაზე გამოყვება. აი ეს იქნება შედეგი. ხო, ანუ ფსევდო რაციონალიზაციასთან რაღაცა შეიძლება გაიზრდე. აი მარტოიზმ თუ ეტაპიზმ. არა, მარტოიზმ თუ არ არის კაცო. მარტივ რამეს გეკითხები. სწორ გზაზე მარტო ვიბრძოლოთ. მარტო სხვა რამეღაცას გეკითხები. ნახე სხვა რამეს გეკითხები. რამოდენიმე კაცი კიდე. მიზანი თქვენი რა არის? რეიტინგი. თქვენი მიზანი რა არის? რაღაც რეიტინგი გაიზარდოთ. დააბრუნოთ ძველ ნიშნულზე 10%-მდე ახვიდეთ. თუ თქვენი ესე არ მინდა სპარამეს გეკითხები. ამ რეიტინგზე ყველაფერი ჩამოყალიბეთ. თუ თქვენი მიზანი არის რომ ეს ხელისუფლება შეცვალოთ. ანუ ამორჩეველი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი,
ეს მისი ვინც ოპოზიციად განწყობილი ამორჩევის მიზანი არის რომ ხელისუფლება შეცვალოს. სხვა ოპოზიციად ამიტომ არის განწყობილი. შესაბამისად თქვენში ამას დაინახავს ამ ძალას რომ აი ამა და ხალხს გავყვები ესენი მარტო შეძლებენ ამიტომ გაჩნდა ეს გამიჩნდა კითხვა მარტო რამდენად შეძლებ იმიტომ მიზანი თუ ეს არის ამორჩევლისთვის იმ ამორჩევლმა დაინახოს შენში ძალა რომ მარტო შეგიძლია ამის გაკეთება. კი დაინახავს ან თუ ამას ვერ ხედავს მაშინ სხვებთან ერთად უნდა გააკეთო. თუ ყველა გარშემო გადაირია პირდაპირ ვიტყვი თუ ყველა გარშემო გადაირია თუ ყველამ ჩათვალა რომ აი ეს ეხლა რაც ხდება აი ეს სიგიჟე რაც ეხლა ხდება ეს არის ნორმა ასე უნდა გაიმარჯვოს მე არ მგონია რომ ესე გავიმარჯვებს მე არ მგონია ასეთ ხალხთან ასეთ კონფიგურაციაში ვერ ხედავ გამოსავალს ეხლა რა ვქნა დავდე შენ ეთაში და ვატყუო ჩვენ მაყურებელს რომ აი კი ეხლა ყველა უნდა გავერთენდეთ არაფერს იმის დრო არ არის ამის დრო არის რა ეხლა დრასულ ადამიანებს ჩამოყალიბებულს დასრულ უმეტესწილად ჭკვიან ადამიანებს ბევრს რომელსაც მეგობრულად პატივსცემ ადამიანებს პატივსცემ რომელიც აი ახლა სიგიჟეში არიან ჩართული აი რაღაც სიგიჟის ფერხულში ხელიხილ ჩაკიდებულები ფაქტიურად ჩათვალო დარბიან წრეზე აი ამაში ჩავერთო ან თქვა რომ ამაში ეს ახლა ადგილი უნდა გაწიოთ და მე ჩავდგები და მე რო ჩავდგები უკეთებს ვერავიღებ ამ პასუხისმგებლობას ვერ ჩემ ვერ მოგატყუებ და ვერც ვერავის ვერ მოგატყუებ მე შემიძლია საკუთარ თავზე ჩემ თანაგუნდელებზე და ჩემ პოლიტიკურ ძალაზე ავიღო პასუხი და შენი კითხვა კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემთვის არის ფსევდო რაციონალიზაცია საკითხის მარტო აწევთ მე ამისთვის ვიბრძვით კიდევ ერთხელ ვამბობ მე ჩემი წილი ესე შემიძლია გავაკეთო მე ვერ გავაერთიანებ აი იმ ხალხს რომელიც ეხა ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ მაგრამ ამ სიგიჟის ფერხულშია ჩართული რომელიც აუცი გონიათ რომ ერთმანეთი რაღაცა პოლიტიკურ პარტნიორები არიან ერთმანეთის ლანძღვა ყოველდღიურად გონიათ რომ რაიმ ვინმეს მათ ელექტორატში რაღაცა დამატებით კარგი იმპულს გაუჩენს თუ მაგალითად მე ესე არ ვფიქრობ ვერ აყვები ამას. არა, მაგაში მე გეთანხმები. და მე ალიანსის წევრების გეთანხმები, ახლა ნუგზარ-ციკლაურის მაგას ლაპარაკობდა, რომ ასე არ გამოვაო. ქართულ პოლიტიკაში და ნუგზარს უდიდესი გამოცდილება აქვს და ძალიან კარგად ესმის. ნუგზარის გარდა ბევრი ასეთი ხალხია, ჭკვიანი, წესიერი, პატიოსანი ხალხი, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ამ ყველაფერს. მაგრამ სამწუხაროდ ფაქტებით თუნდა ვიმჟავ. ფაქტები გამოსავალი რაღაც გამოსავალი დავინახო. მე მეკითხავ ეს მე ჩემ პრობლემებზე ველაპარაკე თუ მაგ ძალიან თამამად შემიძლია ყველა პრობლემაზეც ლაპარაკი და იმაზე რომ რა ვიცი აი ამ რაღაცა ნისლში გონია რომ რაღაცა ნათელი წერტილია დღეს ლელოძლიერი საქართველოს იმიტომ კი არა რაღაც საკუთარ თავს ვიწონებ იმიტომ რომ არ გადაუხვიეთ იმ გზას რასაც თქვა პოლიტიკური ბრძოლის გზა არ გადაუხვიეთ იმ გზას რასაც თქვა საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ გადაუხვიეთ პარლამენტში არ შეხვედით ეგეც ბოიკოტია ხო ერთგვარი არა ეს არის როცა პარლამენტს ბოიკოტს უცხადებ გადაუხვიეთ მე რა შეხედავ ჩვენ გონიერი ხალხი ვართ ეხლა აქ ხო არ შეიძლება ყველაფერს ერთ ქვაბში მოხარშვა ორი ძალიან განსხვავებული რამ არის ერთმანეთისგან ერთი საპარლამენტო წინასწარიტყვი ვარს პარლამენტში შესვლის თუ მე რეიტყვი აი ხო და შედეგი ხო ის არის რომ პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია პარლამენტში არ არის მაგის შესაძლებელი პარლამენტში რა ეხლა ანუ 2028-ში შეიძლება გააკეთო ეგა? დიდი განსხვავება იმაში კაცო, არჩევნების მომწელება არ მიიღო, ეგ სიგიჟე, იმიტომ რომ პირდაპირ არჩევნების მომწელება ისიც უნდა მიიღო, მე არ შეხვიდე პარლამენტში. არა კაცო, როდესაც ბოიკოტი გამოუცხადო? არა, ეს არ არის, ესეც ანომალია. პირდაპირ ეს ხო გააკეთეთ. იძულება ანომალიისკენ. იმიტომ რომ გაყალბდა ეს არჩევნები. ისინი ამბობენ რომ ისიც იძულება იყო ბოიკოტი რომ გამოუცხადო. არ იყო ეგ იძულება, ეგ არის გადაწყვეტილება. უგუნური და არასწორი და მე არ გამიყალბებია ეს არჩევნები. შენ გაქვს რაღაცა ბერკეტები შენს ხელში არჩევნებს მოძრაობის მიღება არ მიღება, მაგრამ როცა გიყალბებს რუსი არჩევნებს, ეს ხო შენ ხელში არ არის, ხო? შენ ხელში არ არის. ერთხელ თუ გაგიყალბა, მეორეჯერაც გაგიყალბებსო, მაგას გეუბნებიან. მეორეჯერაც მე ამიტომ არ დავანებოთ არჩევნებს თავი, მაშინ უნდა გავაფორმოთ, რომ დამთავრდა პოლიტიკა. და გავიწიოთ და სხვა საქმეში მე არა ვარ კარგი, მე რა შემოძვრიფასო. არა ვარ მე კარგი. მე კარგი აქტივისტი არა ვარ. მე პოლიტიკოსი ვარ. აი ეს საქმე ვიცი. ამ საქმისთვის მისწავლია, ამ საქმისთვის ვიცხოვრია და ამ საქმეს ვაკეთებ. რამე შიზოფრენია კი არ უჭირს კაცო ბოდიშით ამ ტემპით პოლიტიკური რომ ვიფიქრო რომ რაღაცა სხვაგან ვიყო. არა, მაგრამ ამ საქმით შემილია. სანამ ამ საქმით შემილია, ამ საქმით კეთება და როდესაც ესე შემიძლია პოლიტიკური პარტია ვარ ამას გავაკეთებ და შენ რასაც იძახი ეგ რეალობა არის სხვა რეალობა ქუჩაში პოლიტიკოსი ჩემი საქმე არ არის ქუჩაში პოლიტიკა არ კეთდება პოლიტიკა კეთდება პოლიტიკაში ქუჩაში არ კეთდება ქუჩაც პოლიტიკა არის ხო არა იქედა უხვე შეხედე შენ სხვა რამეებზე მელაპარაკები მე რა ძვირფასო ბრძოლის გზაზე მელაპარაკები რომელიც აღარ არის პოლიტიკური პროცესი თუ მეუბნები რომ არჩევნები აღარ არსებობს მაშინ არ არსებობს პოლიტიკური პროცესი პარტიის მიზანია რომ არჩევნებში მონაწილეობა
მიიღოს, გაიმარჯვოს და მართოს ქვეყანა. არა, პარტიის მიზანი შეიძლება იყოს, რომ დააბრუნოს არჩევნები ამ ქვეყანაში. ზეწოლით, ხელისუფლებაზე ზეწოლით, ზეწკუჩიდან ზეწოლით, რომ ის იზოლებული გახდეს, რომ დააბრუნოს არჩევნები ამ ქვეყანაში. რაციონალური სიფრთხილიდან გინდა ველაპარაკო, რომ აი ისიც სწორი არის, რომ აი ყველანი ეხლა ერთად თუ ცა მარტო გაკაჩაოთ, ეგეც ანუ რაციონალურია და ეხლა რასაც მეუბნები, რომ დაიბრუნო არჩევნები ტიპისგან, რომელსაც მთელი ოპოზიცია დაყენებული ხავს, ეხლა ბრალდებული სკამზე და ციხეში ჩასმას უპირებს, კონსტიტუციურად პარტიების გაუქმება უნდა, ამ კაცს ეხლა დააბრუნებინო არჩევნები, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ არჩევნებმა იარსებოს ამ ქვეყანაში და დამთრგუნავი უმრავლესობით მოუგო. რა იყო იცი პრობლემა 24 წლის არჩევნების გაყალბების გარდა? ის რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ის დამთრგუნავი უმრავლესობა, რომელიც ხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ვერ გამოვიყვანეთ. ბევრი ნაბის გამოვიყვანეთ. იმიტომ რომ მაგალითად ეს იყო ჩვენი თავარი პრობლემა. თქვენ და გახარია პრეზიდენტი გეხვეწებოდათ, რომ თქვენ და გახარია მაინც გაერთიანდითო. მაინც გაერთიანდითო. გაერთიანდითო და არ გაერთიანდით. ეს ერთ-ერთი არ გაერთიანდით და მე ადგილობრივ არჩევნებზე ერთად დადექით ასე. ერთ-ერთი პრობლემა ეგეც იყო. კი. ბევრ შესწავლების აღება. ეხლა ასე ხონია, როდესმე შემთხვევა მე და შენ საუბარი ყოფილიყოს, სადაც თუ რამე შეცდომა იყო, მე თამამად ეგ არ მეთქვა, ყოფილა ეგეთ შემთხვევა? არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ვერ გაიცნობ, დრო არ მოკლედ ერთი ასეთი კითხვა მაქვს. თუ პრეზიდენტი აქ არაფერ შუაში არ არის. აი ეს რაღაცა. ანუ სალომე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ახლა რა გავაკეთო? კარგი, ნუ შეხედე სალომე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ სალომეს საქმე არ იყო ამ ორი პარტიის. სალომეს გადასაწყვეტი არ იყო ხალხო პრეზიდენტი. შუამავლის როლს თამაშობდა. არ უცებ ბოდიში სახელმწიფო მოხსენება. როლს თამაშობდა. საქართველოს პრეზიდენტი იყო ეს ქალი და მე დეს პატივს ვცემ. არ არის ეს მისი შუამავლის როლს თამაშობდა, მაგრამ ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ძალების შეუთანხმებლობის პრობლემა. და ეს იყო ერთ-ერთი მათ შორის ბევრ ფაქტორთან ერთად მე არ მინდა ამაზე არ იყო მარტო პოლიტიკური პარტიების ბრალი ყველაზე ბრალი იყო პოლიტიკური პარტიების იმ პროცესში ფლაგმანობა რო არ გაწია რასაც აი ეს აქციები ერქვა მანამდე რაც მიდოდა გაზომული დროს შემდეგ დიდი გაერთიანება რო ვერ შედგა შემდეგ ის რომ პატარა გაერთიანებებშიც აი ეს მნიშვნელოვანი მდგენელი იყო გახარია მაგრამ სხვა ბევრი ფაქტორებიც ის რომ NGO სექტორმა რაღაცა ბოდიში თამდე რაღაც სნობური დისტანცია დაიჭირა პოლიტიკური ძალებისგან და მათ აიღო აიღეს თავის თავზე თურმე რომ დაკვირვება ესე მათ უნდა განეხორციელდეს ბევრი ფაქტორი იყო არ მინდა ამაზე ძალიან ბევრი დრო დაგჭირდება მაგრამ პრობლემა არ აქვს ამაზე ლაპარაკის არც ერთ კომპონენტზე რომელსაც გამოიწვია ის რომ ჩვენ ვერ მივიყვანეთ ურნებთან დამთქმული უმრავლესობა ჩვენ ვერ მივიყვანეთ ჩვენთვის მიზანი რა იყო შეხედე მე რა ის რაც მოხდა მეტნაკლებად უნგრეთში ხო სადაც ამ ქვეყანაში 80 დღეს ვარ ბოლოკრონი 70% მაგრამ მაშინ 85% ამბობდა რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა და ჩვენ ეს ხალხი ვერ მივიყვანეთ ვერ დავარწმუნეთ მაშინ იმაში რომ ქართული ოცნება ატყუებდა და არაფერი ღირსებით ევროპისკენ მათი კამპანიის უბრალოდ სლოგანი იყო ის ამას აქამდე არ მივიდოდა და პირველივე თვეში არჩევნების მერე ქართულმა ოცნებამ დაადასტურა ეს ხო ეგ იყო პრობლემა შემდეგ უკვე გაშიშვლებულზე მაშინ როდესაც გამოჩნდა რომ ქართული ოცნება სუფთა რუსული გზით მიდის სუფთა ანტისახელმწიფოებრივი გზით მიდის მაშინ ჩვენ ვერ დავიყოლიეთ აი თვითმმართველობის არჩევნებში პრობლემა ეს კი არ იყო ჩვენ შევედით პრობლემა ის იყო რომ ჩვენ საკმარისად დროზე არ დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი რაც მერე ვილაპარაკეთ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და შევიდეთ იმიტომ რომ ეხა შანსი არის რომ თვითმმართველობა ეხა გაერთიანება აღარ გინდა არა მარჩენების ნაბობდით უნდა გავერთიანდეთ ეხა იძახით გაერთიანება არაო არ ვიძახი ამას მე რა შეხედე მე არ ვიძახი შენ სხვა კითხვა დამესვე აი იქ როგორო და ამაში ვერ შევალ ამ ამბავში ვერ შევა. გაერთიანება არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი არის გამარჯვება ქართული ხალხის რუსულ ავტორიტარიზმზე. ამის დასრულება არის. მთავარი მიზანი არის ეგ. ამისთვის საჭირო არის კი დემოკრატიული ძალების გაერთიანება. გაერთიანება პოლიტიკური კი არა, დემოკრატიული ძალების, დემოკრატიული ინსტიტუციების ძალების გაერთიანება არის საჭირო და ამაში უბრალოდ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ყოველთვის. არც ერთი ეტაპი არ ყოფილა ქართულ პოლიტიკაში, როცა ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით. მაგრამ დღეს ვხედავთ ძალიან დიდ პრობლემას დანარჩენ ძალებში. ძალიან დიდ პრობლემას. ის გაერთიანება, რომელიც შედგა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით მაშინ, როდესაც აი, რა ვიცი, ნიაღვარი მოდიოდა მორიგჯერზე ჩვენზე თავდასხმების და შეურაცხყოფების რომ რატო არ ვერთიანდებით. იმიტომ რომ აი ის სანამდეც მივიდა ეს ყველაფერი. ამის თანამონაწილეობა არ გვინდოდა. იმიტომ რომ არ გვინდოდა რომ საქართველოს ჩვენ ყოფილიყავით ნაწილი იმისა, დამატებით ნიჰილიზმს რაც გამოიწვევს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ მე არ ვამბობ რომ ეს არის სწორი რაც იქ ხდება. მე ეს ჩემთვის კიდევ ერთხელ მე ჩემი ინტერესისაგან ვერ იქნება, იმიტომ რომ მე პოლიტიკურ ძალაზე ბოლო კითხვა მაგრამ ნუ ის ცუდია რაც იქ ხდება, მაგრამ მე არა მაგაზე. ბოლო კითხვა მაქვს. თუ ნაციონალური მოძრაობა დატოვებს ამალეს და როგორ ჩანს დატოვებს? შეიძლება რომ თქვენ იფიქროთ შეერთებაზე.
არა, არაფერზე, არა, შეხედე, ნაციონალური მოძრაობა არ არის ამ ქვეყანაში რაღაცა. შეხედე, ბუა, რომელსაც ქართული ოცნება ქმნის ნაციონალურ მოძრაობას და მით უმეტეს დღეს რა მდგომარეობაშიც არის ნაციონალური მოძრაობა, ვერ არის ეს ბუა ვერ იქნება. არ არის ამაში პრობლემა. პრობლემა არის აი ამ ხელოვნურობაში. პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენს კოლეგებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაც ბევრი წესიერი პატიოსანი და განათლებული ადამიანია. ჩვენ კოლეგებს დღემდე არ გაუაზრებიათ მერაბ, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ბრძოლა არის მათი მთავარი ამოცანა. ჩვენ ეს გააზრებული ვართ. ჩვენი მთავარი პირობა იმისთვის, რომ საერთო გზაზე რაღაცეებში ვიაროთ, არის ეს, რომ აი მარტივი ამბავი, რომ არჩევნები რომ მოვა, კიდე ეგზისტენციალური კითხვებს დამისვავ, კიდე სიგიჟეში უნდა წახვიდე. აქ თუ უნდა წახვიდე, არ მინდა, იმიტომ რომ აპრიორი ხელოვნური იქნება ეს ერთობა. აპრიორი მე უნდა მოვატყუო ჩემი ამორჩევებით, შენი ამორჩევებით და ზოგადად ის საზოგადოება, რომელიც ბოლო იმედს უყურებს დღეს ქართული დემოკრატიის და საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის. რომ რუსეთმა არ შთანხმოს, ხო ხედავ რა ხდება ოსეთთან დაკავშირებით, დე-ფაქტო ოსეთთან დაკავშირებით. ხო ხედავ რა ხდება ორი ოსეთ რაღაცა ალანიის გაერთიანება და საქართველოს ანექსიის გაფორმებაზე მიდის ლაპარაკი. ეს არის შედეგი ქართული ოცნების ესე ხელისუფლებაში ყოფნის და ამ ხალხს მე არ მინდა ტყუილი უთხრა, რომ არჩევნებში არ უნდა შევიდეთ, რომ პოლიტიკური ბრძოლით არ ვიბრძოლოთ. არ მჯერა ამისი, რომ ამის გარეშე შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ აქ პრობლემა არის ფუნდამენტური პოლიტიკური მიდგომები და არა ნაციონალური მოძრაობა, როგორც ერთგვარი პოლიტიკური საფრთხობელა, რასაც ქართული ოცნება ყიდის ესე საფრთხობელა ბევრი წელი. არ არის ეს პრობლემა. იქ თუ რაციონალი გაჩნდა, იქ თუ აი ეს ინტერესი და სწორ გზაზე სიარული დავინახეთ, რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ. ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომელიც ყველა ჯერზე ვლაპარაკობდით გაერთიანებაზე, რაღაცების დათმობაზე, რაღაცების გვერდზე გადაწევაზე, არა პოლიტიკური აზრების, არა პოლიტიკური მიდგომებს, არამედ რაღაცა ამბიციების, რაღაცა, მაგრამ აქ რაღაცა მინიმალური ჩარჩო არსებობს ხალხო რაციონალურობის, რომელსაც ჩვენ ესე უყურებთ. ისინი ისე არ უყურებენ პატივსცემ. ეხლა პატივს არცემ, როდესაც შეურაცხყოფას მაყენებენ თან, როცა ამას აკეთებენ და ეს რაღაცა შეურაცხყოფების ჯაჭვი თუ არ გაწყდა. ეს ირაციონალური სტრატეგია თუ არ მოირღვა და თუ აი ამ საფუძველზე არ დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ხალხო პოლიტიკური ჩვენი საქმეა პოლიტიკური ბრძოლა. აქტივისტებს მივეხმაროთ, თუნდაც აქტივისტები იყვნენ წინა ხაზზე აქტივისტური ბრძოლის, რომ აი ეს ძალები არის გასაერთიანებელი, რომ ის რაც დარჩა სამოქალაქო საზოგადოებისგან, ისინი ცალკე არიან გასაძლიერებლები, ოღონდ ყველამ ჩვენი ფუნქცია და როლი შევასრულოთ. მე ვიოლინოზე დაუკრას და ესა რა ქვია, ჩელისტმა ჩელოზე. არ შეიძლება რომ ყველას ინსტრუმენტით მონაწილეოს ორკესტრის საქმიანობაში. ამიტომ აი თუ არ ორკესტრის სხვადასხვა ინსტრუმენტი მონაწილეობს. ხო და მაგას დაუკრავს საყვირზე დამკველი ვიოლინოზე. ეს ხო არ იქნება. ეს ხო სისულელე იქნება. კი ბატონო, მადლობა დიდი. თაზო დათუნაშვილი დღეს საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.